მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან უღმესი მადლობთ რომ გამოწერთ ჩემი არხი ამის ლაიქებს და კომენტარებს ვინც არ მისცემს გაგეცნობით მე ვარ კატო შეგახსენებთ რომ ჩემთან დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომწეროთ WhatsApp-ში პირადი შეტყობინებით ნომერს დაგიტოვებთ აუცილებლად ვიდეოს ქვემოთ და ახლა გავაკეთოთ გაშლა პარტნიორზე ნახოთ ვინ მოვა სასაუბროთ არ ყოფილი არც ახლანდელი უბრალოდ ნახოთ ვინ მოვა სასაუბროთ და რისი დალაპარაკება ენდომება ხომ რას იტყვის ნახოთ აბა ვინ არის ვინ მოვიდა ჩვენთან სასაუბროთ როგორი ადამიანია ადამიანი რომელიც შეიძლება ითქვას რომ ცოტა ნახეთ თავის ქმედებებში, თავის ნაბიჯებში, ხო, თავის ემოციებში ცოტა ესეთი ძუნწია, ესე რომ ვთქვათ, რა თითქოს ადამიანი არ გამოხატავს, არ ამბობს თავის სათქმელს, ხო, რაღაცნაირად. მეორე მხრივ ეს ადამიანი რაღაცა ცოტა ესეთი ცდილობს რომ თავისი სტაბილურობა შეინარჩუნოს თავის სამუშაოს კუთხით ხო რაღაცა თავისი სივრცე შეინარჩუნოს შეიძლება ითქვას ადამიანი რომელიც ნახეთ რატომღაც ესეთი აქვს ყველაფერს აკვირდება მაგრამ არაფერს არ აკეთებს აი მისეთ რომ რაღაცა შეცვალოს. თითქოს რაღაც მომენტში კიდევ ერთი ის მომენტია, რომ ადამიანს ძალიან საკმაოდ შეიძლება დიდი შესაძლებლობებიც ჰქონდეს, მაგრამ არ იღებს პასუხისმგებლობებს, არ უნდა რომ ესე ვთქვათ, გაიზარდოს თითქოს ადამიანი, ხო, რაღაცა მე დავრჩები ბავშვად, მე დავრჩები რაღაცა ესეთი მეოცნებად და ნუ რაღაცა ეს პასუხისმგებლობა შეიძლება მე თან მომიტანოს რაღაც ცოტა ესეთი მდგომარეობა და ამიტომ მოდი ვეცდები რომ არ გავიზარდო ხო რაღაც ეს მომენტი არის. ასე რომ მოკლედ აი ესეთი უცნაური ადამიანია რაღაც ესე რომ ვთქვათ. კარგით ნახოთ ხო? კიდევ როგორი შესაძლებელია ამ ადამიანის გარშემო იყოს ესეთი მომენტი ხა მოდით მაინც სამკუთხედ სიტუაციაზე არ მინდა რომ გადავიყვანო, მაგრამ ნუ მის გვერდით არის ადამიანი, რომელიც თანაც შეიძლება ითქვას, რომელიც შეიძლება მართავდეს კიდევაც ამ ადამიანს, ერთის მხრივ, იმიტომ რომ ძალიან ითვალისწინებდეს ამ ადამიანის რაღაც ესე ვთქვათ, აზრებს შეიძლება, ხო, ამ ადამიანის სიტყვებს, ნუ შესაძლებელია აქ დედაც იყოს რაღაც მომენტში და ნუ ხა თუ იზით რომ მესამე ადამიანი არსებობს თქვენ ცხოვრებაში, ნუ მაშინ ფაქტიურად ეს არის კი ბატონო, ეს არის ნუ აქ სამკუთხედი ურთიერთობა მოვიდა როგორც ჩანს, ადამიანი რომელსაც თავისი ოჯახი ყავს, თავისი რაღაცა სიტუაციები აქვს, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი არის აი შეიძლება ითქვას რომ ამ ადამიანის არ გაიხა ადამიანს რომელსაც პასუხისმგებლობები აქვს, ხო, თქვათ ოჯახი აქვს, როგორ შეიძლება იყოს უპასუხისმგებლო და არ გავიზრდებიო თქვას, ხო, მაგრამ არიან ეგეთი ადამიანები, რომლებსაც კი, ყავთ ოჯახები, კი, შვილებიც ყავთ, მეუღლეც ყავთ, რა ვიცი, 1000 რამე სიტუაცია, მაგრამ პასუხისმგებლობებს მაინც არიდებენ თავს, ხო? მეუღლეები იღებენ ამ პასუხისმგებლობებს და ეს ადამიანი უბრალოდ რაღაცნაირად თავის სივრცეში, თავის სიტუაციებში რაღაცა თავით ტკბება, ესე რომ ვთქვათ. მოკლედ აი ესეთი ადამიანი მოვიდა ჩვენთან ახლა სასაუბროთ და მოდით ნახოთ აბა რას გეტყოდათ ეს ადამიანი ახლა. რას გეტყოდათ ეს ადამიანი ახლა? რას გეტყოდათ და გეტყოდათ იმას რომ ეს ადამიანი ნახეთ როგორ მომენტია. ერთის მხრივ გეტყვით იმას რომ შესაძლებელია საკმაოდ გითვალთვალებდეთ კიდევაც ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ რას გეტყოდათ ეს ადამიანი? მე ესე ვიტყვი, რომ ეს ადამიანი გეტყოდათ იმას, რომ ამ ეტაპზე საკუთარი მიზნებისკენ, საკუთარი სურვილებისკენ მიისწრაფის, თუმცა თქვენთან ემოციების გაწყვეტა ნამდვილად არ სურთ და თქვენთან ემოციები ნამდვილად აქვს, ხო? ნახეთ, როგორი მომენტი არის
ემოციები არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი სწრაფად ემოცია აქვს ვიღაცის მიმართ, ვალდებულებას იღებს, ან რაღაც პასუხისმგებლობას იღებს, ან რაღაცა ქმედებას გააკეთებს მაინდა-მაინც. ემოციები ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს უბრალოდ სიამოვნებს თქვენთან კომუნიკაცია, სიამოვნებს თქვენთან რაღაცა დახარჯოს ის ენერგიები და ის ემოციები, რომელიც შეიძლება ავსებდეს კიდევაც მე ხო, ნახეთ, როდესაც გამოვდონით ემოციას, რაღაცა ენერგიას, შემდეგ სიცარიელეს, დადებითი ენერგიებით ვავსებთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ამიტომ ამ ადამიანის სიტყვები არის ეს, რომ მე არ მინდა რომ თქვათ გაგიშვა, იმიტომ რომ ემოციურად ძალიან კარგად ვარ შენთან ურთიერთობაში, არც მე მინდა წავიდე, მაგრამ აქ ყველაფერს ვაკონტროლებ მე, ხო? აქ ყველაფერი უნდა იყოს ჩემი კონტროლის ქვეშ. სხვანაირად ურთიერთობა არ გამოვა, სხვა გამოსავალი არ არის. აქ თუ ის მომენტი გააქვთ, რომ თქვენ აი განსაკუთრებით სამკუთხედ სიტუაციაში ხო არის, რომ როდესაც ხშირი არის ესეთი მომენტი, რომ აი გადანაწილება სიტუაციების, ურთიერთობების გადანაწილება დროის, ხო, რაღაც მომენტში. აქ ადამიანი იმასაც გეუბნება, და შეყავს ეს ყველაფერი ციხში, უბრალოდ დატკბი ურთიერთობით, უბრალოდ დატკბი იმ ემოციებით, რომელიც გვაქვს, ხო, რომელსაც ერთმანეთთან თუნდაც ფლირტის, თუნდაც SMS-ების, თუნდაც რაღაც აი გამოხედვით და ერთი სიტყვით, ან ერთი შეხედვით ვაძლევთ ერთმანეთს, აი ამ ყველაფრით დავტყვეთ, ხო? შევიყვანთ ამ ყველაფერს ციხში და არ არის, ნახეთ როგორი მომენტია, შეიძლება ვიცოდე რომ რაღაცა შანსი არის ურთიერთობის, მაგრამ მე ვთვლი რომ არ არის შანსი ამ ურთიერთობის, არ არის შანსი სხვა სიტუაციის განვითარების, აქ შესაძლებელია რომ უკვე ერთმანეთთან გქონდეთ კიდევაც საუბარი და ფაქტურად გაარკვიეს და ადამიანმა გასაგებად გითხრათ რომ თქვენ სთავაზობთ სხვადასხვა ვარიანტს, მაგრამ ადამიანმა გითხრათ რომ არ უნდა ციხში შესვლა და ურჩევნია დასრულება, ანუ ადამიანი გეუბნებს, თუ არ იქნება ჩემი წესები თამაში, ანუ ესე ვთქვათ, თუ არ იქნება ის მდგომარეობა, როგორც ეხლა ვართ და თუ ეცდები რომ შეიყვანო ეს ურთიერთობა ციხში, შენი რაღაცა მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება რაღაცა თხოვნიდან გამომდინარე, ან მოთხოვნიდან გამომდინარე, ხო? მაშინ მე უკვე უკან დასახელ გზას აღარ მიტოვებ და ურთიერთობას დავასრულებ. ურთიერთობას უბრალოდ დავამთავრებ, ხო? უბრალოდ ის რაც ჩვენ შორის ხდება, აღარ იქნება, ხო? რაღაც თუნდაც ის რაღაცა ფლირტია თუ რაღაცა უბრალოდ ემოციების გაცვლა და მე მუშაობ, რაზე მუშაობს? ხო, მე მუშაობ, რომ ყველაფერი ისე გაალაგდეს, როგორც მე მჭირდება, არანაირი სურვილი არ მაქვს იმისი, რომ ეს სიტუაცია გამჟღავნდეს, ეს სიტუაცია გამოჩნდეს და ეცდები, თუ არ გინდა რომ ურთიერთობა დასრულდეს, ეცდებით იმუშაოთ იმაზე, რომ ჩვენი სიტუაცია გაწყდეს. ხო, აი რაღაცა ადამიანი აშკარად თვლის, რომ აი საიდუმლო ურთიერთობა მისთვის საკმარისია, საიდუმლო ურთიერთობა მისთვის ნორმალური ფაქტია და ზედმეტი პასუხისმგებლობა არ არის საჭირო. ხო, იმუშავა იმაზე და ანუ მივდექი რაციონალურად იმ საკითხს, რომ მე ვთქვათ ვარ ოჯახით, მე მყავს ცოლ-შვილი და იქ არ ვაპირებ რაღაცის დამთავრებას და ნუ რაღაცნაირად შენ შეეგუე აი ამ სიტუაციას, აი ამას გეტყოდათ ეხა ეს ადამიანი. კარგით. მოდით ამ ადამიანის გრძნობები ვნახოთ თქვენს მიმართ. გრძნობებში რა აქვს? რა გითხრათ გრძნობებში, ხმლებით გრძნობები? გრძნობები. იცით რა არის, ნახეთ, მე ესე ვიტყვი, რომ გრძნობებში ამ ადამიანს მოგითხრათ რაღაცა ესეთი გრძნობები გააჩნია თქვენს მიმართ, ნამდვილად მოგატყუებთ და ნამდვილად არ. აქ ადამიანი ნახეთ ყველაფერს საზღვრავს, აკონტროლებს და აკეთებს ისე, როგორც მისთვის არის მნიშვნელოვანი. თქვენ მისთვის თუ რაღაცა ხართ ის რესურსი, რომელიც ნახეთ, კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ მატერიალურ რესურსსა და ემოციურ, ფსიქოლოგიურ რესურს შორის არის სხვაობა.
და მაინც არის ხომ რომ აი არ ვეხმარები ფინანსურად და ესე იგი რაღაც არ ფინანსური დახმარებაზე არ არის აქ ლაპარაკი. ვიღაცები ეხმარებიან კიდევაც ფინანსურადაც, ხო? არის ეს მომენტი, რომ ფინანსურად ეხმარებიან. მაგრამ მეორე მხრივ არის, როდესაც ფინანსურად შეიძლება სულ არ ეხმარებიან, მაგრამ მაგას ჯობია ფინანსურად დაეხმაროთ, ვიდრე მთელი თქვენი ენერგია, მთელი თქვენი სულიერი მდგომარეობა და ეს რაღაცა ემოციური მდგომარეობა მისცეთ ამ ადამიანს, ხო? ადამიანს გრძნობებში როგორ აქვს, იცით, იქამდე ვიქნებით ერთად, სადამდეც მას დასჭირდება და მას თქვენი ენერგიები და ემოციები იქნება. ანუ სანამ ეს ადამიანი მიაღწევს იმ საწადელს, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანი, ხო? ძალიან გონებით არის ეს ადამიანი, მისთვის გრძნობები, მოდით მე ესე ვიტყვი, რომ მისთვის გრძნობები ბევრად, აი, საერთოდ მე-100 ფლანგზე არის, მე-2-ზე კი არა, მე-100 ფლანგზე, ანუ ადამიანი არის, ვეთქვან, აი, როგორ ვთქვა, მაქსიმალურად ობოდიშთ ამ სიტყვის რა შოტლივი, ხო, აი რაღაცა ცოტა აი ვერ ვამბობ ხა მაპატიეთ ყველაფერი მე და არაფერი სხვა. ნახეთ, ადამიანს უცდილობს კონდეს ყველგან და ყველაფერში მისთვის კეთილდღეობა. შესაძლებელია ეს მომენტიც იყოს, რომ აქ გრძნობებთან მიმართებაში ნახეთ რა მომენტი იყოს, რომ თქვენ შორის სხვაობა იყოს, ხო? ნუ ხახა შეიძლება ასაკობრივი იყოს, შეიძლება რაღაც რელიგიური იყოს. აქ რაღაცნაირად თითქოს არის ეს მომენტიც, რომ აქ ესეთი სხვაობაა თქვენ შორის, რომ ადამიანისთვის ეს დაუშვებელი, აი აკრძალული ურთიერთობის მდგომარეობა რო არის, აი ესეთი მომენტია, ისე რომ გრძნობებზე ვერ ვსაუბრობ ვერანაირად. უბრალოდ ადამიანი რაღაცა ანგარებით არის, ხო, აკვირდება სიტუაციებს, აკვირდება ყველაფერს, საზღვრავს თითოეულ სიტყვას განსჯის, გაატარებს, აი საცერში რო იყვენ და ისე გეტყვით, აი ზედმეტად თითქოს არც დაგპირდებათ არაფერს, მაგრამ ისე იქცევა, ნახეთ როგორი მომენტი არის, ან ეს მხარეს არის, ან მეორე მხარეს, ხო, რაღაც შეიძლება სიტყვით გითხრათ, მაგრამ ქცევამ აბსოლუტურად სხვა რამე გაჩვენოთ, მაგრამ შეიძლება არ გითხრათ, მაგრამ ქცევით განიშნოთ, მაგრამ აი ადამიანი ყოველთვის იტოვებს სათავისო მდგომარეობას, ნახეთ, სათავისო მდგომარეობას, რომ თქვენ რომ უთხრათ, რომ ეს რომ მითხარი, გეტყვით, რომ ეს კი გითხარი, მაგრამ ქცევა როგორი იყო ამის მერე და თუ ეტყვით, რომ აი შე რო ესე მოიქეცი, მე სიტყვითაც ხო უნდა დამედასტურებინა, რომ ეს ესე იყო, ხო? აი რაღაცა ქოთას საერთოდ უნდა იქეთ მიაბრუნებს და იქეთ გაუკეთებს. ყურს აი რაღაცა ესეთი ადამიანი, ესეთი მომენტები არის აქ. კარგით. რა მოლოდინი აქვს ამ ადამიანს თქვენგან? რა მოლოდინი აქვს ამ ადამიანს თქვენგან? მისი მოლოდინები. რომ არ შეაწუხებთ, არ აჩქარებთ, არ ანერვიულებთ, არ ეჩხუბებით, არ შეხვალთ პოლემიკაში და უბრალოდ დაეყრდნობით მის ნათქვამს სიტყვებს და ევსად იქნებით მიიღოთ მისი მდგომარეობა, ხო? რა მოლოდინი აქვს? ადამიანი ფიქრობს და თვლის იმას, რომ და მოლოდინი აქვს იმის, რომ არ ვიცით, შესაძლებელია აქ ვიღაცებთან ისეთი მომენტიც იყოს, რომ საბუთების კუთხით შეიძლება გქონდეს თქვენთან რაღაც სამსახურობრივი მდგომარეობა და აი ეს მომენტი სჭირდებოდეს. ყოველ შემთხვევაში ადამიანი ეს მოლოდინი თქვენგან არის მიღება სიტუაციების ისე როგორც არის და ზედმეტი რაღაცა ზედმეტი მოთხოვნის მდგომარეობა არ იყოს, ხო? მისი სივრცე იყოს დაცული და რაც შეიძლება მაქსიმალურად, აი ნახეთ, რა მოლოდინი აქვს, ის მოლოდინი აქვს, რომ იმ ტახტს წრევანზე, რომელზეც ზის თუ რომელზეც დგას თუ რა არ აქვს მნიშვნელობა,
ძალიან მკაფიოდ შეინარჩუნებს ყველა ფლანგზე, ხო? თქვენთან ურთიერთობაშიც, იქ მეორე ადამიანთან ურთიერთობაშიც, საზოგადოებაშიც იქნება ისეთი რაღაცა მხივლელი, საინტერესოც, სხვა ადამიანებთანაც შეიძლება ითქვას გააბას ფლირტი, მაგრამ თქვენგან ეს უნდა იყოს როგორი მომენტი, იცით, ნახეთ, აი ყოველთვის ყველაფერში გავუგოთ, ყოველთვის ყველაფერი აპატიოთ, ყოველთვის ყველაფერი ასე დაუთმოთ, ხო, რატომღაც აი ეს ეთulis ეს ადამიანი, მოლოდინი ესეთი აქვს, რომ თქვენ დაემორჩილებით ამ ადამიანს, კი ძალიან ჭკვიანი გალბატონი ხართ, კი ძალიან ისეთი საინტერესო ხართ, მაგრამ არ მოექცევით მკაცრად, ხო? საბოლოო ჯამში თulis რომ აი ის შეძლებს თავის ქარიზმატულობით, თავისი ენერგიებით თქვენთან ურთიერთობას და ისეთ კონტროლს, რომ თქვენ უარს ვერ ეტყვით, ხო? რაღაცა ვერ მიუხურავთ კარებს, თითქოს მიუხედავთ, რომ შესაძლებელია აქ რაღაცა მომენტში იყოს ცოტა ისეთ განხეთქილების მდგომარეობა, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია, განხეთქილება კი შეიძლება იყოს, მაგრამ უკან დაბრუნების მარტივი გზაც არსებობს, ხო? უკან დაბრუნებას არ იქნება რთული ყოველ შემთხვევაში. მოლოდინი აქვს იმის, რომ ძალიან აი მიუდგებით ისე ამ ურთიერთობას, რომ ნუ იყოს ესე რა, რაც არის, ხო, რაღაცა აშკარად ზედმეტად აქვს თავის რწმენა თუ არ ვიცი რა ქვია. უბრალოდ ბალანს შეინარჩუნოთ და ზედმეტი არც მოთხოვნები გექნებათ, არც პრეტენზიები გექნებათ, არც კამათი გენდომებათ, აი მიუშვებთ და როცა უნდა მოვა, როცა უნდა წავა, როცა უნდა ყავაზე დაკვეტიროთ, როცა უნდა სადილად დაკვეტიროთ, როცა უნდა საერთოდ არ დაგელაპარაკებათ, ხო, აი ადამიანს მოლოდინი აქვს იმის, რომ აი მისი ქმედებები თქვენთვის იქნება აბსოლუტურად მისაღები. კარგი, თვითონ რაც გააკეთებს, აი ამ კარგი, ნახოთ, აბა თვითონ უახლოეს პერიოდში რა ქმედება ექნება თქვენს მიმართ. მოდით, აი თქვენს მიმართ რას გაანალიზებს, ესე უფრო ვკითხოთ, აბა იქნება რამე გაანალიზებს და რამე დაინახოს და რამე მოიფიქროს ამ ადამიანმა. რას გაანალიზებს? გაანალიზებს იმას, რომ რესურსული ხართ, რომ საინტერესო ხართ, რომ მიმზიდველი ხართ, რომ მისთვის ერთ-ერთი ისეთი ადამიანი ხართ, რომელიც მას თავს იმპერატორად აგზნობინებს, გაანალიზებს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ძალიან ისეთი მისთვის სასურველი პარტნიორი ხართ, ესე რომ ვთქვათ, მისთვის სასურველი ადამიანი ხართ, მაინც არ უნდა დათმოს თავისი პოზიციები. სხვათა შორის რა გითხრათ, ხა რამე კარგს ანალიზებს თქო, ვერ გეტყვით, მაგრამ ნახეთ მეორე მომენტი ის არის, რომ შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანმა ერთი რაღაც მომენტი და რასთან დაკავშირებით, რატო გააკეთებს ამას? ნახოთ, რატო გააკეთებს ამას? იცით, აი თქვენი პოზიცია შეინარჩუნეთ და თქვენი პოზიცია დაიცავით და ნუ ეს ხა მაინდა-მაინც არ შეგეშინდებათ ამ ადამიანის დაკარგვა და საბოლოო ჯამში ხა ზედმეტებში თუ გადავა, ხო, ბოლო ეტყვით, რომ აბა კარგად იყავი და შენ თავს მიხედე, შეიძლება რაღაცა დროებით დათმოს პოზიციები და თქვენს მიმართ გადმოდგას ცოტა ისეთი ნაბიჯები, ზრუნვის რაღაცა ისეთი მომენტები, ხო, რაღაცა მოგართოთ ყვავილები, თქვათ, რაღაც უფრო აქტიური გახადოს თქვენთან მოსვლა, თქვათ, ხო, რაღაცა დაპატიჟება, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ რა ნაბიჯი, ეს ნაბიჯები იქნება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად მიგიზიდოთ, კიდევ უფრო მეტად დაგიახლოვოთ, კიდევ უფრო მეტად გაფიქროთ და მოგცეთ რაღაცა ის ემოციები, რომელიც თქვენ თავბრუსს დაგახოთ და რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში როგორც ხდება ხოლმე, ხო, ხდებით მართვადი და რაღაცნაირად მე ვთმობთ, ხო, ადამიანის ქმედება, ნახეთ რა იქნება უახლოეს პერიოდში, არაფერი და გაანალიზება უბრალოდ თქვენთან მიმართებაში, არაფერი ისეთი, გარდა იმისა, რომ თუ თავისი, ესე ვთქვათ, გვირგვინი ცოტა გვერდზე გადაეწევა, მიხვდება, რომ თქვენ პოზიციას ინარჩუნებთ და თქვათ, თუ კონფლიქტური მომენტი არის, აღარ აპირებთ შეურიგდეთ, ან პირიქით თუ არ არის, მაგრამ
ყოველ შემთხვევაში რაღაცა მოთხოვნები გაგიჩნდათ და სიტუაცია ცოტა სხვანაირად ულაგებთ ამ ადამიანს, ექნება მცდელობა იმის, რომ ეცადოს თქვენი გულის მოგებას, ეცადოს აი თქვენი იმ რაღაცა გაბრაზების ემოცია, რაღაცა ის ქმედებებისკენ გადადგმული ნაბიჯების განეიტრალებას, ჩადებს რესურს აუცილებლად, ექნება თქვენთან რაღაც ისეთი რბილი დამოკიდებულება, კიდევ უფრო მეტად რაღაცა ის სასიყვარულო ემოციებსაც მოგცემთ ზუსტად იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში თქვენ გაგიმკვრივოთ, ნახეთ, გაგიმკვრივოთ მის დამი მიჯაჭვულობის მდგომარეობა და საბოლოო ჯამში გამარჯვებული გამოვიდეს ხო სიტუაციიდან, იმიტომ რომ ამ ადამიანს აწყობს მოსწონს და სიამოვნებს ესე რაღაცა თქვენთან ურთიერთობა მთლად დაკარგო, ხო გეუბნებით არ უნდა. უბრალოდ თავისი პოზიციებით უნდა ყოფნა. თვითონ როგორც ჩატრის საჭიროა, რომ გითხრათ, რომ თქვენი დაკარგვა უნდა, ნამდვილად არ უნდა, თქვენ კარგი ადამიანი ხართ, შეიძლება არ გჭირდებათ ამ ადამიანისგან რაღაცა არც ფინანსები, არც სახკარი, არც არაფერი, ერთადერთი რაც გჭირდებათ, ეს არის ემოცია, ეს არის გრძნობა, ეს არის უბრალოდ ის, რომ თავი დაადოთ და თუნდაც რაღაცა საღამოს ერთხელ უყუროთ ფინჯან ყავაზე ფილმს, ხო, რაღაც ეს მომენტია. აი ესეთი გამოვიდა ეს გაშლა. არ ვიცი, ვის გამოადგება ეს ინფორმაცია, ვისთვის იქნება საინტერესო, საჭირო, მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, წარმატებას ითხოვ თქვენთაგანს და ვიმედოვნებ, რომ ესეთი რაღაცა ადამიანები, რომლებიც მარტო თავის თავზე ფიქრობენ, ბევრნი არ იქნებიან და არ არიან და ბევრ ადამიანს, ბევრ ქალბატონს, ქალებიც არიან, ქალბატონებიც არიან ესეთები ხოლმე, ისე რომ ყოველ შემთხვევაში ვიმედოვნებ, რომ ესეთი ადამიანები ურთიერთობაში არ გეყოლებათ იმ ადამიანებს, ვინც მისმენს და თქვენ გააგრძელებთ თქვენ გზას და ბედნიერ ურთიერთობებს და ბედნიერ ცხოვრებას შეიქმნით. დროებით.